სიგნიფიკაცია. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი არის აქ ენერგიაში. ენერგია არ ქვია მას. აქ არის ადამიანი, შეიძლება ილოგინიდან რო არ დგება. ტირილი. მე ხო ყველაფერი უკვე გავაკეთე ღმერთო. ხოლო შენ შეგიძლია რამე გააკეთო. რასაც ღმერთი გადაწყვეტს, ისე იქნება. ჩემი ცხოვრება, აი თითქოს რაღაცა შენი ცხოვრების, აი სიტყვა არ მინდა ვთქვა, მაგრამ თითქოს შენი ცხოვრება დასრულდა. აი ესეთ ენერგიებშია აქ ადამიანი. არაფრის იმედი აღარ აქვს. და ღმერთმა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ დაიწყება ამის მერე ჩემი ცხოვრება, რა იქნება, როგორ გაგრძელდება. თუ იცანი, შენი სიტუაცია დარჩი გაშლაზე. რას გიმზადებს მაღალი ძალები? რას გიმზადებს ბედისწერა, რას უმზადებს ამ ადამიანს უმაღლესი ძალები და ბედისწერა მას. რას უმზადებს? ესე იგი, ხო გეუბნები, აქ ისეთ მდგომარეობაში ადამიანი გეფცება, ცოცხალ მკვდარივით არის რა. ისია ეს გაშლა. თითქოს ყველა ნახე ჩვენში ხო არის რაღაცა სხვადასხვა მოქმედებები, რომლის მიხედვითაც იღებ გადაწყვეტილებას. თითქოს თუ კი როდის მე რაიმე შენი სხვადასხვა ალტერნატიული მეები იღებდნენ გადაწყვეტილება. ანუ ყველაფერი გაჩერებულია შენს მენტალურ მდგომარეობაში. და აქ რა არის, რა გადაწყვეტილებაზე გაგხსოვარი შენ. ანუ შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ მე არაფერს აღარ ვიმოქმედებ, დასრულებული ამბავია. მე მხოლოდ მივცემ შანსს, თუ თვითონ იმოქმედებს. ესეთი ინფორმაცია მოდის. აქ ეტყობა ისეთი სიტუაცია იყო, რომ შენ სხვა აზრზე იყავი, ის სხვა აზრზე, აზრთა სხვადასხვაობა იყო თქვენ შორის. და ან შენსკენ უნდა შენი აზრისკენ უნდა წამოსულიყო ეს ადამიანი. რატო და რისთვის ეს გეცოდინება შენ, რა თქმა უნდა. ან დაიშლებოდა თქვენი კავშირი. თითქოს ეს ადამიანი მოყვებოდა, მაგრამ მერე აი რაღაცნაირად თითქოს დაიწყეთ მსვლელობა, მაგრამ მერე გაჩერდა. ბედისწერა რას გიმზადებს? რა ხდება? ხო, აქ მოხდა ის კონფლიქტი, რომ ანუ თქვენი აზრთა სხვადასხვაობის გამო მოხდა გაყოფა თქვენი გზების, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ამ ბიჭმა, რომ თქვენს გარეშე ფაქტიურად აი ვერ
გააგრძელებდა გზას ცხოვრებას. მაგრამ მაინც აი როგორ არის თქვენ ესე რატო ხართ მე არ ვიცი. მაგრამ მოიცადე მაჩვენეთ ეს ესე რატო არის აი ხა ამ პოზიციაში. აქ ძალიან ბევრი თქვენ რაღაც აი უძილო ღამეები რატო ხო? იმიტომ რომ იმ სიტუაციას რაც იყო თქვენს ურთიერთობაში უკვე აღარ შეგეძლოთ ძალიან ბევრი ხანი ათრიე ეს ახლართული სიტუაცია და სულ წარსული მოგსდევდა აწმყოში გზას გიკეტავდა აი ესეთი რაღაც სიტუაცია და ისე იყო რომ უნდა გამოსულიყავით ერთად და გასულიყავით რაღაც ახალ ეტაპზე შენ გქონდა რაღაც გეგმა რის მიხედვითაც ამ დროს იცი რომ აი ინტუიციურად გრძნობდი და ფიქრობდი რომ შენ ამას შეძლებდი მაგრამ აი აქ მოხდა ის რაც მოხდა თქვენი გზები ხო და შენ ამბობ რომ მე არაფერს აღარ ვიზავ იმიტომ რომ ბევრი უძილო ღამე ანუ ძალიან ბევრი უსამართლობა შენი ხედვით იყო ამ ურთიერთობაში და ბოლომდე არ არის ეს მინდა ვთქვა აქ გზები გაყოფილი თქვენს შორის მაგრამ გაყოფილია და თქვენ წახვედით და უბრალოდ უყურებთ ამ ადამიანს გამოყვება თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ხედავთ რომ ამან გადაუხვია სხვა გზისკენ და აი ეს არის თქვენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რომ შენ არაფერს აღარ მიმოქმედებ, მე დამთავრდა არაფერს. მე ვუთხარი და აწიბელოდები და აქ აღარ ძალიან ნერვიულობთ. ამ დროს იცი რაზე ნერვიულობთ? მე ხო რა არ გავაკეთე ამ ურთიერთობისთვის. აი მე ფიზიკურად აქ აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია. აი ეს მომენტი გაქვთ. მე აქ აღარაფრის გაკეთება არ და აი საშინელი ის არის და აქ ბედისწერა რა სამზადებს ეხას მოკლედ აქ მოვა ეს ადამიანი აუცილებლად. აქ მოვა იმიტომ რომ რას გიმზადებთ და თქვენ აგირჩევთ რა, მოდი ასე ვთქვათ, თქვენთან თანაცხოვრებას აირჩევს ეს ადამიანი. კიდევ ამ კაცი რას გვეტყვით ამ ქალთან დაკავშირებით? იგივე მდგომარეობაშია, ესეც გაკვეთნო აქ კარმული ხაზი მიმდინარეობს ორივესთვის მიმდინარეობს კარმული სწავლება. ესეც იგივე ენერგიაშია, რაშიც შენ ხარ. რატომ და შენი გადაწყვეტილების გამო და შენი ცივი დამოკიდებულების და შენი რადიკალური ასე ვთქვათ სიტყვის გამო, ქმედების გამო. რა გაკვეთილში არის ბიჭი? პასუხისმგებლობის აღების. ზრუნვის ყურადღების გოგო. ფაინერმერტო. გოგო, შენ იმ გაკვეთილში ხარ ამ ადამიანთან, რომ შენ სულების კონტრაქტის მიხედვით უნდა გაზარდო ეს ადამიანი იმპერატორად. ამას ოღონდ აქ ვერაცნობიერებ, თქვენ აზიარ ხართ ერთმანეთს რას ასწავლეთ. შენი ამ ქაოსური ქმედებებით ამ ურთიერთობაში შეიძლება ბევრიც გერჩო და იდუმალი იყავი ქალი აქ შეიძლება და ბევრიც გერჩოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი შენი ბრძოლის უნარიანობით, შენი აი ოღონდ შენც ვერ ხვდები, იმიტომ რომ აქ
ეს რატოა? იცი რას ვერ ხვდები, რომ გაქვს შეიძლება სხვა ვარიანტი, ან ვარიანტები, მაგრამ არ გინდა ამის გარდა არა მინდა, შენც ვერ ხვდები, რომ რატო ხდება ეს. ნუ შენ ხარ გაკვეთილში, რომ შენ და ამის სულს კონტრაქტი გაქვთ ერთმანეთში დადებული, რომ თქვენ ერთმანეთს ეხმარებით, უფრო შენ ეხმარები ამ ადამიანს იმაში, რომ ეს უნდა გახდეს პასუხისმგებლობა, აღება ისწავლოს, ზრუნვა ისწავლოს და ასე ვთქვათ, შედგეს იმპერატორად ეს ადამიანი. და იმიტომ არ გიშვებენ ამ ურთიერთობიდან შენ. გავიგე, მაგრამ თვითონ გოგო რას სწავლობს აქ? კი. გეტყვით ახლა. შენ სხვათა შორის შენი საკუთარი ნახე როგორი რაღაც არის. შენ ეთყობა როგორ რაღაცა იცი, აი უფრო ინტუიციურად მოქმედებ და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ აქ ქურუმ ქალში ამომიხვედი, მაგრამ ანუ ნახე, უფრო შენ რა უნდა ისწავლო, შენ სწავლობ ჩერეზამდე ხა საჯაროა გაშლა, მიჭირს საუბარი, მაგრამ შევეცდები რომ იმას წარსულში დაუშვათ თუ დაუფიქრებლად იქცეოდი, აი დაუშვათ უფრო მიწიერი იყავი და დაუფიქრებლად იქცეოდი, ეხლა შესწავლობ იმას შენი წარსულიდან გამომდინარე, რომ როგორც წარსულში დგავდი ნაბიჯებს, ეხლა ისე აღარ გადადგა ამ კრიზისული მდგომარეობით, შენ ჯერ დაფიქრდები წარსული გამოცდილების, გამოყენების საფუძველზე მიიღებ გადაწყვეტილება შენი ნაბიჯის, უნდა მიიღო გადაწყვეტილება შენი ნაბიჯის გადადგმის შესახებ. მეტ დაფიქრებას იცი, მეტ ჩაღრმავებას სწავლობ, მეტ გამოძიებას სწავლობ საკუთარ თავთან დაკავშირებით, სწავლობ შენს მოდი ასე ვთქვათ, შენ სწავლობ შენი მენტალური გაცნობიერების მდგომარეობას. სწორად ვამბობ, ხო? ანუ შენი გაცნობიერება მიმდინარეობს მენტალურ დონეზე და სულიერ დონეზეც პრინციპში. იმიტომ რომ უფრო აი რაღაცა ადვილად გინდოდა, უფრო სუბუქად გინდოდა ისე, რომ რაღაცა აი ნაბიჯებს გავდი და ეხლა არა, ჯერ დაფიქრდები და მერე გადადგავ ნაბიჯებს. ასევე შენი ძველი ცხოვრების, აი შეიძლება ხო რა ეს აი ესეთი ცხოვრების გამოსვლას სწავლობ, უფრო მეტად იმ ცხოვრების დასრულებას სწავლობ, რომ აი დაუშვათ მეგობრები შეიძლება აი უცბად ემოციებით ვიფიქრე და დამთავრდა, აი ამის დასრულებას სწავლობ შენ ჩერეს ამ ადამიანით. იღუძებ შენი მდგომარეობა ამ სიტუაციით, იმიტომ რომ შენმა ამ ქმედებებმა ამ დროს რო ამბობდი რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, შენმა ამ ქმედებებმა ზურგზე კი იმას ქნა რა ქვია, სხვების ნახე შენმა მანამდე ქმედებებმა სხვების მხრიდან მოგარტყა შენ
მათი სიტყვები, მათი რაღაცა გადაწყვეტილებები, რამაც დაგაგდო და აქედან გამომდინარე იღვიძებ შენი სული, ჩემო კარგო. რას გიმზადებს სამყარო, ბედისწერა ამ სიტუაციაში და ამ ადამიანის, ვიცατε, ეს ხო ის ადამიანია, კაცო. თუ ახალი ადამიანია მათ ჩვენეთ, არა ის არის მე მგონი. არა, ის არის უბრალოდ შენ საკუთარი თავის დაფასებას სწავლობ მეტად იმ კუთხით, რომ შენ აღარ იყო ყველაფერში მობილიზებული, შენ აღარ იბრძოლო, ანუ იმ კაცს ასწავლი იმპერატორის პოზიციაში ყოფნა შენ თავისი უსაქციელობით და შენი, ასე ვთქვათ, არსებული პოზიციით. არა, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ის ადამიანი განახლებული ფორმატით, ახალი შანსით და ახალი გზით. გემშვიდობებით, შევხვდებით მალე, მე გიგისურვებთ მზეს თქვენს სულში ძვირფასო ქალბატონებო და ულევ ბედნიერებას. ისეთ ბედნიერებას, როგორცაც შენ თვლი, რომ შენი განვლილი გზების საფუძველზე იმსახურებ.